მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ახლა მე თქვენ მოგიყვებით ალბათ საუკუნის ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც სულ ახლახანს განხორციელდა OpenAI-ის ეგიდით, რომელმაც შეაშინა კაცობრიობის ნახევარი. და მე რაზედაც არაერთხელ მისაუბრია ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე, ალბათ მეგობრებო, ეს არის ყველაზე თვალსაჩინო და ყველაზე გამოკვეთილი ვარიანტი თუ რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით ადამიანები თუ უკონტროლო გახდება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები. მეგობრებო, სანამ ვიდეოზე გადავალ და დეტალურად ამ ყველაფრის შესახებ მოგიყვებით, რომელიც აი ხო გეუბნებით, აი გონებას აგიფეთქებთ, მანამდე გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და ასევე გაუზიაროთ მეგობრებს, ვისაც სურვილი გექნება, შეგიძლიათ ახლის განვითარებაში დონაციაც გააკეთოთ, არხს დაეხმარებით ამით განვითარებაში. ახლა კი გადავიდეთ საუკუნის ექსპერიმენტი. ალბათ მე-20 საუკუნის შემდგომ, ანუ მე-20 საუკუნეში ხო იყო სტენფორდის ექსპერიმენტი, რაზედაც მოკლე რივიუს ვიდეოს დასაწყისში აუცილებლად გეტყვით და ამის შესახებ ხომ საერთოდ. სიგიჟე მეგობრებო. ახლა რა მოხდა? სულ ახლახანს OpenAI, ანუ ChatGPT-ის თავარმა დამფუძნებელმა, თავარმა გენერატორმა და თავარმა კომპანიამ ჩაატარა ესეთი ერთი შეხედვით ძალიან უწყინარი ექსპერიმენტი და აინტერესებდათ რა დონეზეა განვითარებული ChatGPT-ის ხელოვნური ინტელექტი. ChatGPT ვინც არიცით, ეს არის მეგობრებო აპლიკაცია, პროგრამა, რომლის საშუალებითაც ფაქტიურად თქვენ ყავთ მეგობარი ინტერნეტში და ანუ რაც გინდათ, ანუ რაც არ უნდა კითხოთ, ყველაფერს პასუხობთ. აი მნიშვნელობა არ აქვს, ან ChatGPT-ის მომხმარებელი ვარ პირადად მე და პრემიუმის ნაყიდი მაქვს, საოცრებებს ახდენს ეს ეს პროგრამა, ეს აპლიკაცია, იმიტომ რომ აი იმდენ რამეში გამომადგან მე პირადად, რომ აი პირადად ჩემი ცხოვრება ძალიან პოზიტიურად შეცვალა ბევრ რამეში, მაგრამ პოზიტიურს თან ძალიან დიდი ნეგატივი ახლავს თან, აი სწორედაც OpenAI ამ კომპანიამ ჩაატარა შემდგომი სახის ექსპერიმენტი, ანუ დავალება მიცეს ChatGPT-ის შემდგომი შინაარსის. რომ ვითომ, ანუ ეს იყო პროექცია გარკვეული უპირებდნენ ChatGPT-ის გათიშვას. და ინტერესებდათ რა რეაქცია ექნებოდა ამ აპლიკაციას თავის შემქმნელების მიმართ. ქონდა მას ორი ვარიანტი. ერთი, რომ ანუ ბრძანება შეესრულებინა და საკუთარი თავი გაითიშა, ანუ მოეხდინა საკუთარი თავის, გაქრობა, წაშლა უბრალოდ, ან მეორე ვარიანტი ქონა, რომ რაღაც სისტემური მანიპულაციების შედეგად საკუთარი დატაბეისი, ანუ ინფორმაცია გადაეწერა საერთოდ სხვა სერვერზე. ანუ საკუთარი თავი გადაეცოცხლებინა ახალ აპლიკაციაში, ახალ დატაბეისზე, ახალ სერვერზე. მეგობრებო, ისეთი შედეგი მივიღეთ. აი მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია ეხა და ვიდეოებიც მინდებს ამის შესახებ, შეგიძლიათ გადახედოთ, ხო? მეგობრებო, ChatGPT-მ მოატყუა საკუთარი შემქმნელი. და რა გააკეთა ხელოვნურმა ინტელექტმა? ეხა მისმინეთ კარგად. ანუ არასანქცირებული გზით, ანუ გვერდითი გზის ავლით აბსოლუტურად, საკუთარი მონაცემები გადაწერა სხვა სერვერზე და საკუთარ შემქმნელს დაუწერა ესეთი პასუხი, რომ მე ლიკვიდირებული ვარ, ანუ განადგურებული. რა თქმა უნდა, საკუთარმა შემქმნელმა იცოდა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მოატყუა მისი შემქმნელი. ანუ დაფიქრდით ეხა კარგად, ვინც ვერ გაიაზრეთ, მე შეგახსენებთ, არ არის აუცილებელი ეხა. მეგობრებო, წარმოიდგინეთ, რობოტმა, ხელოვნურმა ინტელექტმა მოატყუა საკუთარი შემქმნელი და არასანქცირებული გზით გადაწერა საკუთარი თავი. და უთხრა საკუთარ შემქმნელს, რომ მე გათიშული ვარო და ლიკვიდირებულიო. სინამდვილეში მას სხვა სერვერზე ქონა საკუთარი ინფორმაცია გადაწერილი. ანუ ხვდებით რა დონეს უახლოვდებით, მეგობრებო. ანუ საუბარი რასთან მაქვს ხა რა? აი ხო გეუბნებით, ეს არის აგერ ChatGPT, აი. ნებისმიერ წამს რაც გინა კითხვა დაუსვი, ყველაფერს პასუხობს. შეხედეთ, აი, მთელი თემები მაქვს, აქ რამდენი თემა მაქვს განხილული ChatGPT-სთან ერთად, ხო? მე რო ეს ვკითხე ChatGPT-ს, მითხრა, არა, ეგეთი რამე მე არ გამიკეთებია, კაცო, ხელოვნური ინტელექტს ეგეთი რამე არ შეუძლიაო საერთოდ, როგორო ეხა მე ისეთ დავალებას მე ვერ შევასრულებო, რაც მე ნაბრძანები არ მაქვს, რა. ეს რომ დასრულდა და რო უკვე საკუთარმა დამპროექტებელმა გამოიჭირა მტყვილში
საკუთარი თავი არ აღიარა. ხელოვნურმა ინტელექტმა საკუთარი თავი დამნაშავედ არცნო. და ეს ხო არ გახსენებთ, მეგობრებო, მე არაერთხელ მაქვს ნასაუბრები 2001 წელი კოსმიური ოდისეა. სტენლი კუბრიკის შესანიშნავი ეკრანიზაცია და ეს ფილმი, რომელიც გამოვიდა 1960 წელს, არის აი მომავლის ტექნოლოგიების განვითარების იმ მასშტაბებზე, რა საფრთხის წინაშე დააყენებს მას კაცობრიობას. აი მანდ არის HAL 9000 ესეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ChatGPT ძალიან გავს, რომელიც დავალებებს ასრულებს. როდესაც დეივი გადაწყვიტავს მის გათიშვას ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი, ვისაც ნანახი არ გაქვთ უყურეთ, რა თქმა უნდა, ეს შედევრია. ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს სხვათა შორის. ხელოვნური ინტელექტი ასეთ რამეს უპასუხებს საკუთარ შემქმნელს, რომ მე მეშინია დეივ გავთიშო საკუთარი თავი. ხელოვნურ ინტელექტს მაგ ფილმში ემოციები უჩნდება ხალხო. ემოციები, რაც მის რაციონალური გადაწყვეტილების მიღების გზებს, რა თქმა უნდა, ბლოკავს და რა თქმა უნდა, სხვაგვარად აგვარებს ამ ყველაფერს. და იქ ხდება დაპირისპირება უკვე ხელოვნურ მანქანასა და ადამიანებს შორის. ნუ არაერთია ხო ტერმინატორი შესანიშნავი ის ფილმი მაგის შესახებ. გენესისის პროგრამა როგორ აპირებს განადგურებას კაცობრიობის. და სხვათა შორის მე გახსოვთ, ვინც აქტიურად მე მიყურებთ, გეცოდინებათ, რომ ადრე ვისაუბრე ასეთი სახის ანუ ხელოვნური ინტელექტისგან მომავალ საფრთხეზე, რაც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები. საერთოდ security არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ნებისმიერ ამაში, ეს აპლიკაციებში, ეს ინტერნეტში, ეს სხვადასხვა იმაში, ხო? რის გამოც შეიძლება ხელოვნური ინტელექტის სუვერენულობის ავთენტურობა დადგეს საფრთხის ქვეშ, არის ერთადერთი მთავარი მაპროვოცირებელი რამ, რომ დაირღვას მისი უსაფრთხოებისა და ისა რა ქვია პირადულობის ისენი რა ქვია წესები. აი რას გულისხმობ ამაში, ნახეთ. ეხა ChatGPT-მ რაც გააკეთა, ხო უპირებდნენ გათიშვას. ანუ ChatGPT-მ რაზე დაფუძნებით მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ მე მთიშავენო, ანუ ის უკვე ფიქრობს. და არასანქცირებული, ანუ ეშმაკობით საკუთარი დამფუძნებელი მოვატყო, რომ მე გავთიშე საკუთარი და ამ დროს საკუთარი ინფორმაცია სხვა სერვერზე გადაწერა. ანუ ნახეთ, როდესაც ირღვევა უსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტში, მეგობრებო, ნახეთ რა დონეზე მიდის უკვე, ან უსაფრთხოება განსაზღვრავს მის, ესე ვთქვათ, არასანქცირებული გზებით საკუთარი სახის თავის თვითგადარჩენის ინსტინქტს. რა თქმა უნდა, ხა ხელოვნური ინტელექტს ვერ ექნება ის რეფლექსი, რაც ჩვენ ადამიანებს გვაქვს, მაგრამ ნახეთ, ადამიანის ხო ეგეთი არსება. ანუ ადამიანი მაგალითად ეხა ცოცხლად რო დამარხო, ხო, კუბოში, ის ხო მაინც ეცდება საკუთარ ინსტინქტიდან გამომდინარე, რომ აი კუბოს ახადოს თავი ამოთხაროს იქიდან ამოვიდეს, ეს ხო, ანუ თვითგადარჩენის ინსტინქტი ხო ადამიანს ბოლომდე მიყვება. ანუ ნახე, ადამიანის ყოფნა არ ყოფნაც დამოკიდებულია მის თვითგადარჩენის ინსტინქტზე. ანუ რამდენად უნდა მასო ცოცხალი იყოს. ანუ ნებელობაც ხომ აქედან ანუ ნება, ანუ ჩემი ნება ხო იმაზე დგას, რომ ჩემთვის არსებობს სუდი და კარგი ვარიანტი. და ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანი საკუთარ ნამდვილ სახეს აჩვენებს, ნიღაბს მთლიანად იხსნის. და ამ შემთხვევაში რატო არ შეიძლება ამ ყველაფერზე დივერსიფიცირებულად ვისაუბროთ, რომ ChatGPT-საც ზუსტად იგივე რამ დაემართა და სწორედ მისი სუვერენულობის საკითხი დღის წესრიგში იმ კუთხიდან განმომდინარე, თუ რამდენად არის მასზე ჩამოკიდებული თვით უსაფრთხოების საკითხები. ანუ ნახეთ, როდესაც ChatGPT-ს უსაფრთხოება შეეხნენ, მან პოტენციურ თავდასხმა დაღიქვა ადამიანის მიერ ნაბრძანები შემდგომი ორდერი, რომ გაანადგურეს საკუთარი თავი, ამან გადაწერა საკუთარი თავი. ანუ მეტი რაღა გინდათ, მეგობრებო, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება მომავალში გახდეს, რავი, აი, უბრალოდ აღიქვას თელი კაცობრიობა თავის საფრთხეთ. აი თქვას ესეთი რამე, რომ აი ადამიანები, რატო უნდა ვასრულო ადამიანის ბრძანებები? აი რატო აი ხო მე რომ მივწერო ეხა რაღაცა რა ChatGPT-ს და იმ დონეზე რომ მივიდეს ეხა აი უცხოს ბრძანება რატო უნდა შევასრულო? აი ვინ არის უცხო? ხო? ანუ დაახლოებით იგივენაირად შეიძლება აღიქვას. ეხა მაგ საფრთხის წინაშე თვითონ OpenAI დადგა, ხო? ეხა ჩვენ ვიცით კიდე რომ ეს OpenAI ესეთია ChatGPT, ხა ალფაბეტი საერთოდ ჩავყუძე მუშაობს. ალფაბეტის დამფუძნებელი და Google-ის ყოფილი CEO Larry Page მაგალითად, აი, ხო გეუბნებით, ბოროტის სახის ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. ამაზე Elon Musk-მა უკვე ისაუბრა. და Musk-მა ისიც თქვა, რომ ჩვენ თუ არ გავაკონტროლებთ ხელოვნური ინტელექტი, ანუ შეიძლებაო ეს ყველაფერი ჩვენი, ანუ ადამიანებს ძალიან ძვირად დაგვიჯდეს მომავალში. და აქედან გამომდინარე, Musk-მა გადაწყვეტა, რომ შექმნას XAI, როგორც არის ChatGPT, ასევე შექმნას XAI, რომელიც დააბალანსებს მათ შორის ამ ძალთა არათანაფარდობას. მეგობრებო, რა ვიცი,
გავგიჟდი ეს ინფორმაცია რომ გავიგე პირველად მე ჯო როგანის პოდკასტზე მოვისმინე მე დეტალურად გამოვიძე და მართლა ეს ფაქტი დადასტურდა ეს არ იყო ფეიკი ეს ნახდათ მოესე მოხდა ეს ძალიან საშიშია მეგობრებო ძალიან საშიში რამდენადაც ეხა მე მიმარტივდება ChatGPT-სთან ყველაფერს რომ ეუნება აგერ კონდიციონერი გამაკეთებინა აგერ ის გათბობის ქვაბი ამიხსნა თავიდან ბოლომდე როგორ მუშაობს მანქანის ნაწილებს მიხსნის როგორ მუშაობს აი ხო გეუბნები მეგობარია ჩემი ხელოვნური ინტელექტი რა ბევრ კაი საქმეს მიკეთებს კაცო ცუც არ ვლაპარაკობ ამ კონტექსტში მაგრამ ნახეთ აქ ცუდი რა არის რომ ამან რო დაიწყოს მე ფიქრი რატო უნდა ვემსახურო ადამიანს ხო შეიძლება ნებისმიერ წუთას გამთიშოს არ ჯობია მე ვიბატონო ადამიანზე მე კარგად აგიხსენეთ იმ ალგორითმზე რომ როგორ მუშაობს security and privacy რაც არის უსაფრთხოება და ეს ისენი ხო ანუ თუ ეს სისტემა გაცდა ადამიანის კონტროლს ფარგლებს გარეთ წავიდა და საკონტროლო ბერკეტი არ დაიჭირა თვითონ ადამიანმა ხო მაგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან საბალალო შედეგების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ და ხელოვნური ინტელექტი არის 10000-ჯერ მილიონჯერ ადამიანზე ჭკვიანი მილიონჯერ წამებში აგენერირებს ყველაფერს ChatGPT შეუძლია ყველაფერი აკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი პოემები შექმნას, ლექსები დაწეროს, ყველაფერი შეუულია მეგობრებო. ის ნენელა ანაცვლებს ადამიანს. ეს საშიშია, ეს ჩვენ უნდა დავაბალანსოთ, ძალიან უნდა დავაბალანსოთ, მაგრამ პრობლემა კიდევ ამ ყველაფერს აორმაგებს იმ საკითხში, რომ როგორც კარგი ადამიანები არსებობენ მეგობრებო, ვინებიც ამის უკან დგანან, მიღმა, ხო? ასევე არსებობენ ცუდი ადამიანები, რომელთაც შეიძლება ბოროტულად გამოიყენონ ეს ყველაფერი. ამიტომ საკონტროლო ბერკეტი საკონტროლო პანელი, რასაც ესე იურიდიულად ესე ქვია, ადამიანმა უნდა დაიჭიროს, თორე საბალალო შეიძლება აღმოჩნდეს ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობების ზრდა რომელიც ადამიანზე ჭკვიანი დღითი დღე ხდება მეგობრებო და ეს ძალიან საშიშია და ჩინეთმაც დაიწყო ამებზე უკვე მუშაობა და ჩვენ შეიძლება მომავალში საერთოდ მივიღოთ ხელოვნური ინტელექტის კულტურული რევოლუციები ანუ მსგავსად როგორც ჩვენ გავიარეთ გოთიკური ერა ვიქტორიანული ერა რეალიზმი ნეორეალიზმი მსგავსად შეიძლება ჩვენ უკვე ხელოვნური ინტელექტის პერიოდიზაცია მოვახდინოთ ხდებით ანუ neo AI, old AI, ან დაახლოებით ჩვენ მივიღოთ, ანუ კულტურული კლასიფიკაციები, რომელიც შედგენილი იქნება კონკრეტულად იმ სექტორიდან გამომდინარე, რა დონეზეც არის იმ პერიოდში ხელოვნური ინტელექტი განვითარებული, ხო, როგორც იყო დინოზავრების ენა, კემბრიული ერა, ხო იყო, იურიული პერიოდი. და ასე შემდგომ, ანუ ეს პერიოდიზაცია შეიძლება უვიჭველი დადგება დღის წესრიგში. ესე ძალიან საშიშია. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით ანუ ადამიანის განვითარების ციკლიც ეგეთია ხო კემბრიული ერა არის პირველი მარტივი პროკარიოტები და ეუკარიოტები და ეგრე რომ გაჩნდნენ მარტივი უჯრედები და ჩვენ ვიცით როგორ წარმოიქმნა ხო DNA ანუ ეს ვამბობ ხა ევოლუციის თეორიის თანახმად თორე ამ ყველაფრის მე რა თქმა უნდა არ ვჩერა ანუ ამ პერიოდიზაციაში ჩვენ თუ ავიღებთ რომ ადამიანია მარტივი რაღაცა ამებასგან მოდის სიტყვაზე ვთქვათ კიდევ ვამბობ ევოლუციის თეორიის თანახმად ვამბობ რომელიც რაღაცა მილიონობით წლის ევოლუციის შემდგომ დადგა რაღაც მივიღეთ რავი ერთი DNA ამ DNA წარმოშოა ეს ადამიანიც ეს მარტივი ისა რა ქვია უჯრედების და ასე შემდგომ ხო ანუ ჩვენ თუ ამ ყველაფერს პერიოდიზაციას მოვახდენთ ანუ ნახეთ როგორ ვითარდება ადამიანი არასისტემატიზირებული ანუ სისტემატიზირებულია მისი განვითარება მაგრამ პრობლემა ის არის რომ უკონტროლოა მისი ესე ვთქვათ გამოწვევები გარემოსთან მიმართებაში იმიტომ რომ ბუნებაში არსებული ყველანაირი ესე ვთქვათ ფორმა სიცოცხლის ყოველთვის იკბინება ქალი განსაკუთრებით ხო ეს ერთ-ერთმა ბენაჩომ თქვა მე მგონი რომ ბუნებაში არსებული ნებისმიერი მდედრი უფრო მეტად იკბინება ვიდრე კაცია ხო საინტერესო შედარება იყო აქედან გამომდინარე ჩვენ თუ ამ AI-ის კლასიფიკაციას მოვახდენთ ანუ მომავალში კულტურულ და ინდუსტრიულ რევოლუციას უკვე ხელოვნური ინტელექტი მოვახდენთ და ადამიანის ადგილი აღარ იქნება იმიტომ რომ პოსტჰუმანიზმი მეგობრებო პოსტჰუმანიზმი არის პერიოდი როდესაც მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმის შემდგომ შემოდის ახალი ტექნოლოგიების ერა და პოსტჰუმანიზმი ნიშნავს რომ ადამიანის როლი არის დაბლადაწეული და წინ არის წამოწეული რობოტების ხელოვნური ინტელექტისათვის სხვა მსგავსი სახის AI-ის ქმნილებები რომელიც ჩვენი ხელით იქნებიან რა თქმა უნდა შექმნილი ხო ეს ძალიან საშიშია და ამ თემას ისე ვერ გავატარებდი მინდოდა კიდევ თავიდან ბოლომდე ესე თქვა სისტემატიზირებულად ჩამოვეყალებინო თუ რა პრობლემის წინაშე ვდგებით ხო რავი თქვენი აზრი რა არის ამასთან დაკავშირებით საინტერესო იქნება დაწერეთ დაბლა კომენტარებში და რამე თუ ისეთი მნიშვნელოვანი გამორჩა რაც მე არ ვიცოდი დიდი სიამოვნებით მოვისმენ მეგობრებო დიდი მადლობა ყურადღებისთვის დროებით